არასამთავრობო ორგანიზაცია და სახალხო დამცველი ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნას ითხოვს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პოლიტიკური ნება არსებობს, თუმცა მეორე პროკურატურა არ უნდა გახდეს. თამარწიკლაური არ გვყავდა დეტალებს. სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნის დაწყების უფლება. ეს არის ის მთავარი პრინციპი, რაზეც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პროცესში არასამთავრობო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ თანხმდება. კანონპროექტის ავტორები ამ შემთხვევაში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევენ, რომ მექანიზმი, რომელიც შეიქმნება, არ უნდა იყოს პროკურატურის ქვემდებარე. ამბობენ, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოში 40 ადამიანი იქნება დასაქმებული, მათი ხელმძღვანელი კი პარლამენტის მიერ 7 წლიანი ვადით არჩეული კომისარი იქნება. ამ ორგანოს ეკნება უფლება, როგორც გამოიძიოს, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოოს იმ დანაშაულებებზე, რომლებიც ჩადენილ იქნება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ. აუცილებელი არის, რომ ეს მექანიზმი მაქსიმალურად ეფექტური იყოს და კონდეს მაქსიმალურად მეტი უფლებამოსილება და სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელობა მათ შორის ბრალდების შესაძლებლობაც კონდეს ამ წევას. მსჯელობა, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, ამჯერადაც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. იუსტიციის მინისტრმა გააჟღერა ორი მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ მთავრობა მხარს არ დაუჭერს დევნის ალტერნატიული ორგანოს შექმნას და ასევე იმას, რომ ამ მექანიზმს უნდა ჰქონდეს მხოლოდ წამების საქმეების გამოძიების ფუნქცია. დღეს საქართველოში დგას არამხოლოდ წამების პრობლემა, ასეთი შემთხვევებიც გვაქვს, არასასადობო პრობის, მაგრამ ასევე სამწუხაროდ არის სხვა მძიმე უფლებადარღვევის შემთხვევები. პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ამ საგამოძიებო უწყებაზე ზედამხედველობა მთავარმა პროკურორმა უნდა განახორციელოს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მექანიზმი უნდა შეიქმნას, თუმცა ეს არ უნდა იყოს მეორე პროკურატურა ქვეყანაში. ეს ნიშნები უნდა აღმოფხვრათ არა კიდევ ერთი დიდი მონსტრის შექმნით და კიდევ ღმერთმა იცის ვინ მოხდება ამ თანამდებობაზე და როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, არამედ არსებულ მოდელში დამოუკიდებლობის გაძლიერება. გვაჩნია, რომ ცალკე საპროკურორო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შექმნის აუცილებლობა არ არსებობს და არსებული, ასე ვთქვათ, მოდელის პირობებში მთავარმა პროკურორმა უნდა განახორციელოს ამ საგამოძიებო უწყებაზე ზედამხედველობა. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის აუცილებლობაზე საუბრობენ საკანონმდებლო ორგანოშიც, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ახალი სტრუქტურის უფლება-მოვალეობები. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ვარიანტს მხარს უჭერენ საპარლამენტო უმცირესობაში. გამომდინარე იმ პროცესებიდან, რომელიც წარიმართა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენ ვეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მოსაზრება იყო, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, იმიტომ რომ ამ პერიოდმა დაგვანახა რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი სტრუქტურის არსებობს. ქვეყანაში ხდებოდა სისტემური დანაშაულობები წამების და არაადამიანური მოპყრობის სააკაშვილის ხელისუფლების დროს და საჭირო იყო, რომ დამოუკიდებელ სტრუქტურას შეძლებოდა ამ ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება, ასე რომ კარგი იქნება თუ კოორდინაცია სწრაფად მოხდება და ჩვენ შევთანხმდებით რა კატეგორიის დანაშაულობებზე და რა ტიპის სპეციფიკურ დანაშაულობებზე შეიძლება ასეთი ტიპის მექანიზმი არსებობდეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს პარლამენტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტის განხილვას. თუმცა მანამდე არასამთავრობო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს, ეკნება თუ არა ამ სტრუქტურას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების უფლება და ვის დაქვემდებარებაში უნდა იყოს ახალი საგამოძიებო უწყება.